გამარჯვება მეგობრებო, მორიგი ეპიზოდი და მოდი დღეს ისევ მიმოვიხილავ ტოპ 5 ჩემპიონატს, იქვე მე-6-ეს ჰოლანდიის ჩემპიონატი, იცით, მიყვარს ძალიან და მოკლედ ისევ და ისევ, რა თქმა უნდა, როგორც წინა ტურები, გვამცნობდა დედა შვილს არ იყვანს. აი, რასაც ქვია, უფრო და უფრო გამძაფრდა ეს პროცესი და აი ხა მივყვეთ აი ამ ემოციურ ფონს. პირველ რიგში დავიწყოთ ინგლისით, რა თქმა უნდა. ესე იგი, ლივერპულს აზრი არ აქვს, ჩემპიონია უკვე. აი უკვე მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდეზე ისეთი ამბავია, მეგობრებო, მეორეზე არსენალია, მესამეზე ნიუკასლი, მეოთხეზე სიტი, მეხუთეზე ჩელსი, მეექვსე ასტონ ვილა, მეშვიდე ნოტინგემი. ხო, იმის ქვევით უკვე აზრი არ აქვს, ამ ესე იგი მეორედან მეშვიდემდე 68 ქულა არსენალი, 66 ქულა ნიუკასლი, 65 სიტი, 63 ჩელსის და ასტონ ვილას და 62 ნოტინგემს. მოკლედ მეორედან მეორე შეიძლება შეიცვალოს, თუ შეძლებენ სიტი და ნიუკასლი და უფრო 4-ეულის, კი არა, 5-ეულის ამბავს, აქ ჩვეულებრივად შეიძლება რომ ასტონ ვილა შევარდეს ამ 5-ეულში, რატომაც არა ნოტინგემი. მოკლედ, აქ ძალიან მაგარი დაძაბულობაა და ნახოთ არსენალი შეინარჩუნებს თუ არა მეორე ადგილს და როგორ განლაგდება ლიგის 5-ეული და ვინ გავა ევროპაზე და ვინ გავა კონფერენს ლიგაზე. რა ვიცი, მე მგონი რომ ეს სიტი ისეთ რაღაცებს აკეთებს, ყომარობს ჩვეულებრივად ბოლო ტურში საუთჰემპტონს ვერ მოუგო. რა ვიცი, საქმე მისია, რაც უნდა ისქნას. მოკლედ აქ პროგნოზები არ ვიცი, რა ვიცი, მინდა რომ ასტონ ვილა გავიდეს ჩემპიონთა ლიგაზე და ნახოთ. კაი, მეგობრებო, აქ აზრი არ აქვს იფსვიჩი, ლესტერი და საუთჰემპტონი, ისეთი ქულები აქვთ, რომ აქ არაფერი არ შეიცვლება, გავარდნენ ესენი და მოკლედ დამსახურებულად შეხედეთ, მე-16, მე-17 ადგილზე არის მანჩესტერ იუნაიტედი და ტოტენჰემი. ბრავო. ამასაც შეძლება უნდა ნახდათ. კარგით, მეგობრებო, დავანებოთ პრემიერ ლიგას თავი, აქ ყველაფერი გასაგებია. გადავიდეთ გერმანიაზე. გერმანიაში, რა თქმა უნდა, ბაიერნი ჩემპიონია. ლევერკუზენს ვერავინ შეეცილება მეორე ადგილს. აი, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, აი აქ შეიძლება ამ ორ ტურში, არა, რა ორ ტურში, ერთ ტურში, მეგობრებო. კი, რა თქმა უნდა, შეიძლება ამინდი შეიცვალოს აინტრახტი, ფრაიბურგი, დორტმუნდი, მოკლედ ისე უნდა გაუმართლოს, რომ აინტრახტმაც წაიფორხილოს და ფრაიბურგმაც და დორტმუნდმა თუ მოიგო, შეიძლება რომ დორტმუნდი შეხტეს, რა თქმა უნდა, 4-ეულში. ესე იგი, აინტრახტი მესამე, ფრაიბურგი მეოთხე, დორტმუნდი მეხუთე და მაინცი არის მე-6 და იქვე ლაიფციგია მე-7-ზე. და რა თქმა უნდა, ლაიფციგსაც აქვს შანსი, რომ გავიდეს კონფერენს ლიგაზე მაინც და თუ არა, პრინციპში რატომაც არა, ხო, ჩვეულებრივად შეიძლება. აქედან ყველაზე სანერვიულო და ჩვენი საგულშემატკივრო რაც არის ჰაიდენჰაიმი, მეგობრებო, ბოლო ტურში უნდა მოიგოს, აი უსიკვდილოთ რო იტყვიან, მაგრამ შველის რომ ჰოფენჰაიმს 32 ქულა აქვს, ჰაიდენჰაიმს 29. რომ მოიგოს 32 უხდება და ბურთებით 46-64-ზე აქვს ჰოფენჰაიმს და 36-60-ზე აქვს ჰაიდენჰაიმს. სამწუხაროდ არ ვიცი, ნახოთ მეგობრებო, +18 აქვს ჰოფენჰაიმს, პლუს კი არა, -18 და -24 აქვს ჰაიდენჰაიმს. არ ვიცი, რაღაცა კოსმოსური რაღაცა უნდა მოხდეს რა.
სამწუხაროდ ალბათ ვერ დარჩება ჰაიდენჰაიმი, ალბათ. Აი ეს კილი რო ვარდება ძალიან გული მწყდება, ესე თითქმის ყველას გაუტანა გოლი, თითქმის ყველას, ესეთი გამტანი გუნდი რო ვარდება, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ესეა. კარგით, უფრო და უფრო დავძაბოთ სიტუაცია, გადავიდეთ საფრანგეთში, აქაც საგულშემატკივრო გვაქვს სენტ-ეტიენზე. Რა თქმა უნდა, ჩემპიონია PSG, მეორე ადგილზე მარსელია, მესამეზე მონაკო, მეოთხეზე ნიცა, მეხუთეზე ლილი, მეექვსეზე სტრასბური და გულის გასახეთქად იმდენი მოახერხა ლიონმა ბოლო ორი თამაში, წყალში ჩაყარა მეგობრებო და მეშვიდე ადგილზეა. რა უნდა მოხდეს აქ? აქაც ერთი ტური დარჩა და 57 ქულა აქვს სტრასბურგს და ლილის და ნიცას. ეს სამში ძალიან მნიშვნელოვანია ბოლო ტური, რა თქმა უნდა. ლიონი, არ ვიცი, სტრასბურგმა უნდა წააგოს აუცილებლად და ლიონმა უნდა მოიგოს და გაუხდებათ ერთნაირი ქულები და პლუს 17 აქვს ლიონს, პლუს 13 აქვს სტრასბურგს, პლუს 15 აქვს ლილის და ნიცას. აი ამ 4-ეულს მოვისაზრებ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მონაკოს 61 ქულა აქვს, იმას ვერავინ ვერ შეეხება, მოკლედ შეუძლიათ ადგილები გადაანაცვლონ მარსელმა და მონაკომ, ეს უბრალოდ ერთმანეთში და ეს მესამე ადგილზე ყველაფერი გარკვეულია, ანუ მეორეზე ან მარსელი იქნება, ან მონაკო საბოლოო ჯამში, აი მეოთხეზე შეიძლება აღმოჩნდეს ნიცა, ლილი, სტრასბური. რამდენად შეხტება ლიონი აი ამ 6-ეულში, ეს კიდევ დიდი კითხვის ნიშანია. ნუ მოკლედ მეგობრებო, უდიდესი შანსი და საოცარი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა ლიონმა, აი ძალიან ნერვებმოშლილი ვარ, აი მართლა. ესე იგი 5 თამაში 3 თამაში წააგეს მეგობრებო, 5 თამაში 3 თამაში წააგეს. ამას მოხერხება უნდა 2 მოიგეს, 3 წააგეს და სტრასბური ალბათ რა ვიცი, უნდა შეძლონ რა, არ ვიცი. მოკლედ ყველაზე მთავარი კიდევ სენტ-ეტიენის თავს რა ხდება. ესე იგი ბოლოდან მეორეზეა და 30 ქულა აქვს. ზევით ლეაურს აქვს 31, ესე იგი რომ მოიგოს 33 გაუხდება. ხო და ესეც დიდი ამბავი იქნება, რა თქმა უნდა. უნდა მოიგოს აუცილებლად და ბოლო თამაში მოიგო 2-0 გასვლაზე რეიმსთან. ეს შემდეგი თამაში აქვს ტულუზას მიიღებს სახში, რა თქმა უნდა ამაზე ორი აზრი არ არის, რომ უეჭველი უნდა მოიგოს და ლეავრმა არ უნდა მოიგოს. აი ესეთი ამბავია, რომ მე გადათამაშებაში მაინც მოხდეს სენტ-ეტიენი და იმედია ამას შეძლებს და მე ვილაპარაკოთ დანარჩენზე. კი ბატონო, გადავედით შემდეგზე. შემდეგი არის იტალია. აუ, აქ რა ხდება, მეგობრებო, მოგეხსენებათ პირველ ადგილს ინარჩუნებს, ესე იგი გუშინ ვწურეთ, რომ იტყვიან ლამის შავი მაგია ჩავატარე და მაინც არ მოვაგებინე ამ ნაპოლის გენუასთან 2-2 მორჩა, მოგეხსენებათ. ესეც წისქვილზე წყალი დაუსხა, რომ იტყვიან გენუამ ინტერს. ინტერი 77 ქულით, პირველზეა 78 ქულით ნაპოლი. 2 ტური დარჩა. ამ 2 ტურში, რა ვიცი, იქნება ერთი თამაში მაინც წააგოს, ან ფრემაინც რო ითამაშოს და ორივე მოიგოს ინტერმა, ინტერი ჩემპიონი გახდება და ეს მინდა მე ყველა ვარიანტში. ლაურენტისის მით უმეტეს ხვიჩიტო არ არის და ლაურენტისის კიდევ ერთხელ გაჩემპიონება კატასტროფულად არ მინდა და იმედია ესეც მოხდება, ნახოთ ინტერი როგორ ივაშკაცებს.
მოკლედ პირველ მეორეს ვნახავთ ამ ორ ტურში ვინ გახდება ჩემპიონი, აი მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე დაჟე მეშვიდეც ძალიან დაძაბულია ყველაფერი. 68 ქულა ატალანტა, 64 იუვე, 64 ლაციო, 63 რომა და 62 ბოლონია. ნახოთ აქაც როგორ მორჩება ყველაფერი. შემდეგ ტურში პარმაში ჩადის ნაპოლი და მიდი პარმა. აქ ბოლო სამეული ესია ემპოლი, ვენეცია, მონცას არაფერი არ ეშველება და აქ კიდევ შეიძლება შეიცვალოს, შეიძლება ლეჩე მოექცეს ამ წითელ ზონაში. ვნახოთ გულის ფანცქალით ველოდები, რომ პარმა ფრეს მაინც გაახერხებს საკუთარ მოედანზე. ნახოთ მეგობრებო. კი ბატონო და გადავედით ბოლოს აქაც დედაშვილს არ იყვანს ჰოლანდიის ჩემპიონატი. მაინც წამოეწია PSV აიაქვს, 74 ქულა აქვს აიაქვს და 73 აქვს PSV-ს. აქაც მეგობრებო ერთი თამაში დარჩა და რა თქმა უნდა შეიძლება გამოგლიჯოს ხელიდან ჩემპიონობა აიაქვს PSV-მ. მესამეზეა უკვე ისეთი ქულებია, რომ აქ პირველ მეორეზე არანაირი პრეტენზია არ აქვს ფეინორდს. უბრალოდ ძალიან დიდი დაძაბულობაა ფეინორდსა და უტრეხტს შორის. ვინ შეხტება ლიგის საკვალიფიკაციოზე, ფეინორდი დარჩება თუ უტრეხტი. ვნახოთ, აქაც ამის ქვევით იმხელა დაშორებაა, რომ აქ უკვე ნახოთ ტვენტე, ალკმარი და იგლზი გადიან კონფერენს ლიგაზე. მოკლედ აქაც მაგარი დაძაბულობაა ბოლო ტურში. ბოლო ტურში არა, უпростоეთ ორი ტური დარჩა ბოდიში მეგობრებო. აქაც ორი ტური დარჩა და ნახოთ აქაც როგორ იქნება საქმე. ძალიან მაგარი ზოგან ერთი, ზოგან ორი ტური დარჩა და ნახოთ იმედია ჩვენი ბიჭები, რომელიც ძალიან ცუდ დღეში არიან, იმედია შეძლებენ და დარჩებიან ჩემპიონატში. და ბოლოს მეგობრებო, ვინც UFC-ს უყურებთ, ძალიან მაგარი რამ მოხდა, რომ მადალენამ მოუგო მუჰამადს და წაართვა ქამარი. ბრავო მადალენა, ბრავო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინც უყურებს UFC-ს და მე ძალიან გამიხარდა, რა თქმა უნდა, გულშემატკივრობდი მადალენას. 18-ია კიდე რაღაც ჩხუბები, მაგრამ თავარი არის 8-ში, სადაც მერაბი ჩხუბობს, იქამდე კიდევ დიდი დროა და იმას ცალკე შევეხებით. თოფურიას მეტოქე არადა არ ითქვა ჯერჯერობით, ან რა თქმა უნდა ისლამი იქნება, ან არ ვიცი, ოლივერა, არ ვიცი, ნახოთ. იმედია საწადელს მიაღწევსა, რაც ილიას უნდა ისე იქნება. მოკლედ ნახოთ მეგობრებო, ამ ცეცხლოვან პაექრობებში რეები მოხდება. სულ რაღაც ორი ტური საბოლოო ჯამში გვაშორებს ჩემპიონატების დასასრულამდე და ჩვენ ძალიან მალე შევხვდებით ყოველივე საუკეთესო სურვილებით, გემშვიდობებით მეგობრებო, აბა დროებით.